შუქურასთან დაწყებული მშენებლობა შეჩერდა, თუმცა ჰიდროგრაფიული სამსახური საზღვაო ინციდენტების შემთხვევაში პასუხისმგებლობას არ აიღებს. დღეს უწყების წარმომადგენლებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაადანაშაულეს. მათი განმარტებით მშენებლობის დაწყებამდე უცნობი იყო, რომ შუქურას ძეგლის სტატუსი აქვს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მშენებელთა აქტივობა დღის მეორე ნახევარშიც შეიმჩნეოდა. სამუშაოს შეჩერების მოთხოვნით სააგენტომ ჰიდროგრაფიის სამსახურს გუშინ მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წერილი მშენებელ კომპანიას დღეს გაუგზავნა. დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა მერიისაგან კანონის დაცვით მიიღო, სანქციას დაექვემდებარება. მომხდარში კი სააგენტოს ადანაშაულებს. შეცდომა აქვს დაშვებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მათ კანონით თქვა, უნდა შეეტყობინებინათ ჩვენზე ამის შესახებ და არაუგვიანეს ერთი თვისა ჩვენთან უნდა გაეფორმებინათ როგორც შენობის მესაკუთრესთან ხელშეკრულება შენობის მოვლაპატრონებაზე. სააგენტოს არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ საუბრობენ მერიაშიც. გაუგებარია, რომ როდესაც ასეთმა სააგენტომ ისე მიანიჭა ძეგლის სტატუსი, რომ ცნობილი არ იყო არც მფლობელისათვის, ამ შუქურას მფლობელისათვის და არც მერიისათვის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ჰქონდათ და კანონის შესაბამისად ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნეს. მესაკუთრისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ძეგლის დაცვის ხელშეკრულების უპირობოდ გაფორმების ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ძეგლი არ არის დაზიანებული და არ არის განადგურებული, საქმე არის გამოსწორებადი, რაც მთავარია, სავარაუდოდ ახლა დაიწყება ნებართვის გაცემის პროცედურები. უწყებების არაკოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. დემოკრატიის ინსტიტუტი კი მხარეებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს. ნებისმიერ შემთხვევაში ის უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს და იმითითებებს, რაზეც უკვე სააგენტო აძლევს შესაბამის მითითებებს. თუ კი თulis რომ ის სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის არასათანადო მიწოდებისა და დაგვიანების გამო მას მიადგა ზიანი, ალბათ გარკვეული უფლება მასაც აქვს, რა თქმა უნდა, მიმართოს შესაბამის უწყებებს სასამართლოს ამ ზიანის ასანაზღაურებლად. სამინისტროს და მერიას შორის ვერ მოხდა სწორი კონტაქტი. ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც სურს საზოგადოებას და როგორც სურს ჭეშმარიტებას ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავიცვათ ბუნებრივია კულტურული ძეგლი. ჰიდროგრაფიის სამსახურში შუქურასთან დამხმარე შენობის აგების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, თანამშრომლები არასათანადო პირობებში მუშაობენ. საზღვაო ინციდენტების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ისინი მშენებლობის შემჩერებელ სამსახურებს აკისრებენ.